ახლო აღმოსავლეთში სამხედრო მოქმედებების დაწყებიდან ერთი თვის თავზე რთული ვითარება ნარჩუნდება. ოფიციალური თეირანი დონალდ ტრამპის 15 პუნქტიან სამშვიდობო შეთავაზებას არ თანხმდება, ვაშინგტონისა და თელ-ავის მიზნები კი ჯერ ისევ მიუღწეველია. შესაბამისად, ინტენსიური ავიაიერიშები გრძელდება. შტატებისა და ისრაელის ავიადარტყმებზე საფასუხოდ თეირანი სპარსეთის ყურის ქვეყნებს ისევ ბომბავს. შეტაკებები გრძელდება ისრაელი-ლიბანის საზღვარზე, სადაც ისრაელი ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰეზბოლას განადგურებას ცდილობს. მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების ფონზე შტატების სამხედრო ოპერაციისგან დისტანცირებას ცდილობენ ევროპული ქვეყნები, რაც ოფიციალური ვაშინგტონის უკმაყოფილებას იწვევს. ამერიკის პრეზიდენტი ისტორიულ მოკავშირეებს მოსალოდნელ შედეგებზე აფრთხილებს. ამ დრომდე ბლოკირებულია ჰორმუზის სრუტე, რაც მსოფლიო ეკონომიკას სერიოზულ დარტყმას აყენებს. თუ ჰორმუზი დროულად არ გაიხსნება, ცალკეული ქვეყნები ბარელი ნავთობის ფასის $200-მდე ზრდასაც არ გამორიცხავენ. მარიამ რობაქიძე დეტალებით. ირანის საჰაერო ძალებისა და საზღვაო ფლოტის განადგურება, მათი რაკეტების გამშვები, მოწყობილობების რაოდენობის მნიშვნელოვანი შემცირება და იმ ქარხნების განადგურება, სადაც ქვეყანა მეზობელი სახელმწიფოებისა და შტატების წინააღმდეგ მიმართულ რაკეტებსა და დრონებს აწარმოებს. ამერიკა-ისრაელის ერთობლივი ოპერაციის დაწყებიდან 31 დღის შემდეგაც ვაშინგტონის მიზნები უცვლელია, შესაბამისად თეირანზე დარტყმები გრძელდება. დაძაბულია ვითარება ისრაელ-ლიბანის საზღვარზეც, სადაც ჰეზბოლასთან შეტაკების შედეგად ისრაელის 4 ჯარისკაცი დაიღუპა. ისრაელმა კი საპასუხო ცეცხლი გახსნა ტერიტორიაზე მყოფი ჰეზბოლას წევრების წინააღმდეგ. ირანელებს ცეცხლის შეწყვეტა სურთ, თუმცა მხოლოდ მათთვის სასარგებლო პირობებით. ომს ნგრევა მოაქვს, მაგრამ რის ფასად უნდა მოხდეს ცეცხლის შეწყვეტა? ეს ფასი მნიშვნელოვანია. წლების განმავლობაში ეს წითურთმიანი კაცი დასცინვითა და სიმკაცრით საუბრობდა. მან ბევრი ირანელი მოკლა. ფახრიზადე ჰითი დაიწყო და აგრძელებს. მან ბავშვები მოკლა და აკეთებდა იმას, რაც სურდა. ახლა, როდესაც საქმე აქამდე მივიდა, თუ გვინდა ცეცხლის შეწყვეტა, ეს ჩვენთვის სასარგებლო უნდა იყოს. ირანის მხრიდან დარტყმები გრძელდება სპარსეთის ყურის ქვეყნებშიც. ირანმა იერიში მიიტანა დუბაის სანაპიროსთან ახლოს, სრულად დატვირთულ ნავთობ ტანკერზეც. ტანკერზე თავდასხმამ ხანძარი და ხომალდის კორპუსის დაზიანება გამოიწვია. თეირანმა მიზანში ისრაელის ცენტრალური ნაწილი წამოიღო, რის შედეგადაც 8 ადამიანი დაშავდა. ისრაელის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ქვეყნის საზღვართან არსებული საფრთხეების აღმოსაფხვრელად ლიბანის სოფლებში სახლები დაინგრევა და ოპერაციის დასრულების შემდეგ ლიბანის შიგნით უსაფრთხოების ზონა შეიქმნება. ლიბანში უსაფრთხოების გაუარესების გამო შეშფოთებულები არიან იტალიასა და საფრანგეთშიც. ორი ქვეყნის თავდაცვის მინისტრები ლიბანში გაეროს დროებითი ძალების პერსონალზე ბოლოდროინდელ თავდასხმებს გმობენ, თუმცა ევროპული ქვეყნები ისრაელს ასევე მოუწოდებენ პატივისცეს ლიბანის სუვერენიტეტს და უარი თქვას სუვერენულ ქვეყანაში სამხედრო ძალის განლაგების გეგმაზე. ამერიკა-ისრაელის სამხედრო ოპერაციებისგან დისტანცირებას ცდილობს ევროპული ქვეყნების ნაწილი. იტალიამ ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო თვითმფრინავების სიცილიაში სიგონელას საჰაერო ბაზაზე დაშვებაზე უარი განაცხადა. საუბარია ამერიკულ ბომბდამშენებზე, რომლებიც ამერიკის შეერთებული შტატებიდან ახლო აღმოსავლეთისკენ მიემართებოდნენ. ირკვევა, რომ იტალიამ ნებართვა არ გასცა, რადგან შტატებს მათთვის მოთხოვნა არ გაუგზავნია და არც იტალიის სამხედრო ხელმძღვანელობასთან ჩატარებულა კონსულტაცია. ეს კი ქვეყანაში ამერიკის სამხედრო ობიექტების გამოყენების მარეგულირებელი ხელშეკრულებებით არის გათვალისწინებული. როგორც იტალიის მთავრობაში აცხადებენ, თუ მომავალში ასეთი მოთხოვნა იქნება, მას პარლამენტის ნებართვა დასჭირდება. ამერიკის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ იმ ქვეყნებმა, რომლებმაც ირანის განადგურებაში მონაწილეობის მიღება არ ისურვეს, ვაშინგტონის იმედად ყოფნა უნდა დაივიწყონ და საკუთარი თავისთვის ბრძოლის სწავლა დაიწყონ. რაც შეეხება თეირანს, პენტაგონში აცხადებენ, რომ ამერიკას ურჩევნია ირანთან შეთანხმება დადოს, თუ თეირანი ვაშინგტონის მიერ შეთავაზებულ პირობებს მიიღებს. მომავალი დღეები გადამწყვეტი იქნება. ირანმა ეს იცის და თითქმის არაფრის გაკეთება შეუძლია სამხედრო თვალსაზრისით. ბევრად უფრო გვირჩევნია შეთანხმების მიღწევა, თუ ირანი მზად იქნება დათმოს ის მასალა და ამბიციები, რაც სრუტის გახსნასთან დაკავშირებით აქვს. ეს არის მიზანი. ჩვენ არ გვინდა, რომ სამხედრო თვალსაზრისით იმაზე მეტი გავაკეთოთ, ვიდრე საჭიროა.
ვაშინგტონში კიდევ ერთხელ ითქვა, რომ ამერიკის პრეზიდენტისთვის უპირატესი დიპლომატია, თუმცა დიპლომატიის ამერიკულ ვერსიას და ქვეყნის მიერ შემუშავებულ 15 პუნქტიან გეგმას თეირანში იწუნებენ. სამშვიდობო გეგმის საკუთარი ვერსია აქვთ ჩინეთსა და პაკისტანს. მასალები, რომლებიც სხვადასხვა სათაურებით, მაგალითად 15 პუნქტიანი გეგმის სათაურით მოგვაწოდეს, ძირითადად ძალიან გადაჭარბებულ, არარეალურ და დაუსაბუთებელ მოთხოვნებს შეიცავს. პაკისტანის მიერ მეზობელ ქვეყნებთან გამართული შეხვედრა მათ მიერვე შემუშავებული ჩარჩოა. ჩვენ ამ ჩარჩოში მონაწილეობა არ მიგვიღია. სასიხარულოა, რომ რეგიონის ქვეყნები მშვიდობითა და უსაფრთხოებით არიან დაინტერესებულნი. ჩვენი პოზიცია ნათელი იყო. როგორც კი რაიმე დასკვნამდე მივალთ, ამას გამოვაცხადებთ, რადგან საკუთარ თავში დარწმუნებულები ვართ და ვიცით რა გვინდა. სამხედრო ოპერაციის მიმდინარეობის პარალელურად ჰორმუზის სრუტეში მიმოსვლა ისევ ბლოკირებულია და როგორც დიდი ბრიტანეთის სამეფო საზღვაო ძალების ყოფილი მეთაური აღნიშნავს, მისი ძალის გამოყენებით გახსნა, როგორც ამას ამერიკაში იმედოვნებენ, შეუძლებელია. ტომ შარპის თქმით, ჰორმუზის სრუტეში სიტუაციას ირანი აკონტროლებს და სანამ თეირანის სრუტეში გამავალ გემებზე თავდასხმის შეწყვეტას არ დათანხმდება, ძალის გამოყენება სავარაუდოდ არ იმუშავებს. ვაშინგტონში კი აცხადებენ, რომ როდესაც ამერიკა-ისრაელის ოპერაცია დასრულდება, სრუტე ნებისმიერ შემთხვევაში გაიხსნება. ჰორმუზის სრუტე გაიხსნება, როდესაც ეს ოპერაცია დასრულდება, ის ნებისმიერ შემთხვევაში გაიხსნება. გაიხსნება, რადგან ირანი დათანხმდება საერთაშორისო სამართლის დაცვას და სავაჭრო გზას არ დაბლოკავს, ან მსოფლიოსა და რეგიონის ქვეყნების კოალიცია შეერთებული შტატების მონაწილეობით მის გახსნას უზრუნველყოფს. ასე თუ ისე ის გაიხსნება. თეირანმა ჰორმუზის სრუტე ამერიკის შეერთებული შტატებისა და ისრაელის მიერ ირანის წინააღმდეგ იერიშების დაწყების შემდეგ, ანუ 28 თებერვლიდან ჩაკეტა. სწორედ ამ სრუტეში გადის მსოფლიოს ნავთობმომარაგების დაახლოებით მეხუთედი. მიმდინარე მოვლენების ფონზე მსოფლიოში 1 ბარელი ნავთობის ფასი კვლავ $100 აღემატება, რაც ომამდელ ფასებთან შედარებით 55%-ით მეტია. დღევანდელი მონაცემებით 1 ბარელის ფასი $113 შეადგენს, თუმცა ეგვიპტეში არც იმას გამორიცხავენ, რომ უახლოეს მომავალში ბარელი ნავთობის ფასმა $200 გადააჭარბოს. ითქვა ისიც, რომ ფასების ზრდა შესაძლოა იმ სასუქებსაც შეეხოს, რომელიც მსოფლიოს სასურსათო წარმოების პროცესში გამოიყენება.